საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე და ასევე ესტონეთის პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი არიან საქართველოში ჩამოსული საგანგებოდ იმისთვის, რომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, როგორია მათი მდგომარეობა, როგორია მართლმსაჯულების ვითარება, სწორედ ამ ადამიანებისგან მიიღოს. სხვათა შორის ესტონეთის წარმომადგენლობა სხვა საელჩოებთან ერთად აქტიურად ესწრება სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებსაც და მაქსიმალურ მონიტორინგს უწევენ იმ პროცესს, რომელიც აი ამ მიმართულებით რეჟიმის პატიმრების მიმართულებით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან და ეს შეხვედრაც არის ერთ-ერთი იმის გამოვლინება, რომ ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც სხვათა შორის სანქციებიც დაუწესეს და საკმაოდ მძიმე რეჟიმის სხვადასხვა მაღალჩინოსნას და რიგით წევრს არიან ძალიან დაინტერესებული იმ პროცესით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. თავის მხრივ პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ იმას, რომ მაქსიმალურად ყველა იმ კითხვას გასცემენ პასუხს, რომელიც ამ წარმომადგენლობას ექნება გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი შეხვედრის ინიციატორები სწორედ ესტონეთის წარმომადგენლები, დეპუტატები და ჟურნალისტები არიან, ამიტომ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, თუმცა აპირებენ იმის თქმას, რომ დასავლეთმა წნეხი მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე და არც ერთი დასავლელი პარტნიორი მათთან არანაირ ურთიერთობაში და კომუნიკაციაში არ უნდა შედიოდეს იქამდე, სანამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება და ყველა პოლიტიკური პატიმარი თავისუფლებაზე არ იქნება. იქნებიან ჟურნალისტები, ალბათ ისინი უფრო თავისებურად დაგვისვამენ კითხვებს. ძირითადად ეს ალბათ შეეხება პატიმრების საკითხს და ასევე საქართველოს მდგომარეობას საერთო ჭრილში. ალბათ. რას ფიქრობთ ჩვენ? მე პირადად პირველ რიგში ალბათ მადლობას გადავხდი აი ამ შეხვედრისათვის, ყურადღებისთვის და შემდგომში მიზანი, ჩემი მესიჯი ალბათ ის იქნება, რომ იქნებ მოუწოდონ ანალოგიური მხარდაჭერა ევროპის სხვა ქვეყნებსაც. გვინდა რომ ჩვენი ტკივილი, ჩვენი სათქმელი, ჩვენი ტყვეების ამბავი რაც შეიძლება მეტად გაიტანონ გარეთ და რაც შეიძლება მეტი ზეწოლა იყოს ამ მხრივ. იმიტომ რომ უკვე ძალიან მძიმე სიტუაცია ქვეყანაშიც და ჩვენი ტყვეები ზიან უკვე 4 თვეა და ზოგი მეტიც, ზოგს უკვე მისჯილიც აქვს და ამისთან ამისგავსო ასეთი უსამართლობის ატანა უკვე ძალიან რთულია. ესტონელი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სინდისის პატიმრების მშობლების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. საინტერესოა რა ინფორმაციას მიიღებენ ისინი და რა ინფორმაცია აინტერესებთ, რომ მიიღონ სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც აი ამ ბრძოლაში თვეებია ჩართული არიან და არა მხოლოდ საკუთარი შვილების პოლიტიკური ტყვეობიდან დასახსნელად, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან.